საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოზიტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. ევროკავშირის წევრობა როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. რა კავშირშია უკრაინაში დაწყებული ომი მშვიდობის უზრუნველსაყოფად შექმნილ ევროგაერთიანებაში გაწევრიანებასთან. ოპოზიციის მოკავშირე ევროდეპუტატის სკანდალური აღიარება და პოლიტიკური შეფასებები მთავარ გამოშვებაში. ქვეყნის ეკონომიკური მიღწევების იგნორირება და მიზანმიმართული სპეკულაცია. რატომ აყალბებს ოპოზიცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და სინამდვილეში როგორია ფაქტები და რეალობა. პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე წუთში. მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური შეთავაზება ნანუკა ჟორჟოლიანს და ლიდერზე განაწყენებული თინა ბოკუჩავა. ვინ ჩაიბარებს ნაცმოძრაობის თავმჯდომარის პოსტს და ვის მოუწევს პარტიის რიგების დატოვება. დიდი დაპირისპირება ნაცმოძრაობაში. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში. დაკავებულია ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი. რა მტკიცებულებები დევს საქმის მასალებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მორგი წარმატება. კიუმ კანადის ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მოიპოვა. რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობა? რა კავშირშია მშვიდობის უზრუნველსაყოფად შექმნილ ევროგაერთიანებაში გაწევრიანებასთან უკრაინაში დაწყებული ომი. ის რის შესახებაც ქართული ოცნება 2022 წლიდან საუბრობს, ოპოზიციის მოკავშირე ევროდეპუტატებმა დაადასტურა. რასა იუკნევიჩიანემ აღიარა, რომ ომის დაწყებამდე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკური ნება არ არსებობდა და ეს გეგმა მხოლოდ 2022 წლის შემდეგ გაჩნდა. სკანდალური აღიარება მართალი გუნდისთვის პირდაპირ მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკავშირის წევრობა სატყუ არა იყო და რეალურად ეს ბერკეტი ევრობიუროკრატებს კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად სჭირდებოდათ. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. რა კავშირშია ევროკავშირში წევრობა რუსეთ-უკრაინის ომთან? ეს კითხვა აქტუალური ოპოზიციის მოკავშირე ევროდეპუტატის სკანდალური აღიარების შემდეგ გახდა. რასა იუკნევიჩიანემ ღიად განაცხადა, რომ 2022 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ განიხილავდა და ამის პოლიტიკური ნება მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. სამწუხაროდ ახლა საქართველო ვერ ახერხებს გამოიყენოს მომენტი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ფართო მასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა უკრაინელების გამო, მათი გმირული ბრძოლის გამო, ევროპული ცხოვრების წესისთვის ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვასთვის, საქართველოსთვის და ასევე დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, ქართული ოცნების ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. ევროდეპუტატმა დაადასტურა ის, რის შესახებაც ქართული ოცნება 2022 წლიდან საუბრობდა, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის საკითხი პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოიყენებოდა, თუმცა ხელისუფლებისგან განსხვავებით ოპოზიციაში იუკნევიჩიანეს განცხადება განსხვავებულად ესმით. ევროპა და დასავლეთი უშუალოდ სტრატეგიულ შეცდომას, როდესაც კოჩს უგორებდა რუსეთს და არ ახდენდა ნაცრისფერი ეგრეთ წოდებული ზონის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. და იმის იმედად იყვნენ, რომ პუტინი გახდებოდა კონსტრუქციული პოლიტიკური აქტორი და როცა მიხვდნენ, რომ ეს ვერასოდეს ვერ დადგება, რომ პუტინი აპირებს რეალურად დაპყრობას ქვეყნების, ამ დროს გადადგეს ის ნაბიჯი, რომელიც ბევრად ადრე უნდა გადაედგათ. უკრაინაში ომის დაწყებამდეც საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის რვალდებულებებს ასრულებდა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმებს ატარებდა, თუმცა ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ეს პროცესი რეალურად სატყუ არა იყო და ევროკავშირის წევრობა კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად სჭირდებოდათ. დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ თურმე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი არის არა დემოკრატიული პრინციპები და სტანდარტი, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მიუღებელი და ფაქტობრივად წარმოადგენს სწორედ ომის ტირაჟირებასა და პროპაგანდას, რაც მიუღებელი არის ნებისმიერი ადამიანისთვის. უბრალოდ ესეთი განცხადებებით კიდევ ერთხელ იგებს ჩვენი საზოგადოება იმ სიმართლეს, ასე ჩვენ არაერთხელ
საუბრობდით. ესე იგი, რა თქვა, რომ 2022-მდე, სადაც აქ ჩვენ რო რეფორმებს ვატარებდით ევროკავშირის მიმართულებით, აქ რო ჩამოდიოდნენ, მადლობებს გვიხდიდნენ ერთ-ერთი ლიდერები რო ვიყავით, თურმე აღვნიშნა რომ ესო ბლეფი იყო. არც არავის გეგმავდითო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოებას. ესო 2022-შიო, რო დავინახეთო, რომ იქო უკრაინამ ომი დაიწყო და რაღაცა, ვინც ომობსო, იმას ესე იგი დავასაჩუქრებთო. 2022 წლის შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთს შორის ომი დაიწყო, თავიდან ბოლომდე ის პოლიტიკა, რა ეროვნული პოლიტიკაც საქართველოს გაატარა, ის რომ არ მივერთით სანქციებს ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში და არ მოვახდინეთ ესე ვთქვათ ეკონომიკური ბლოკადა ჩვენი ქვეყნიდან ზოგადად პირდაპირ მნიშვნელობით როგორც მოგვიწოდებდნენ რომ ომში ჩართულიყავი და არ ჩავერთეთ ომში, ზუსტად ეს არის მათი გამოხმაურება. სახელმწიფო გუნდში ხას უსვამენ საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებსაც, რაც ქართული ოცნების შეფასებით ომში ჩართვასა და რუსეთთან კონფრონტაციაზე ოფიციალური თბილისის უარმა გამოიწვია. ქართული ხალხის დასჯისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობა ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლობისტი ევროდეპუტატის მიერ მომზადებული მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ტრადიციულად ოპოზიციის დღის წესრიგის შესაბამისი გზავნილებია გაჟღერებული. მსჯავრდებული სააკაშვილისა და სხვა ოპოზიციონერების გათავისუფლების მოთხოვნა ასევე მოწოდება ქართული ოცნების ლიდერების მოსამართლეებისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების დასანქცირებისკენ. ბრალდებებს არც ამჯერად ახლავს დასაბუთება ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი ცილისწამებლური ანგარიშის საქართველოზე თავდასხმად ფასდება თბილისში. ქართული ოცნება მკაცრად გმობს ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენებას ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დეზინფორმაციულ ანგარიშებს საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. ვრცლად სალომე გობრონიძე. სამწუხაროდ ეს რეზოლუცია ევროპული ორმაგი სტანდარტების მორიგი მაგალითია. ევროპარლამენტარი საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის უსამართლო და მტრულ დამოკიდებულებაზე ღიად საუბრობს. ბრანისლავ უნდრუშის განცხადებით, ადგილი სადაც სიტყვის თავისუფლებაზე ტრიბუნიდან ბევრს საუბრობენ, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის სივრცეთ თავად იქცა. ამის მორიგი მაგალითი ევროპელი დეპუტატისთვის ის რეზოლუციაა, რომელიც ლიეტუველი ევროპარლამენტარის ქართული ოპოზიციის მეგობარი რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადდა და რომელიც დღეს ევროპულმა პარლამენტმა 426 ხმით 145-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მორიგ რეზოლუციას მხარს არ უჭერენ, პირდაპირ ამბობენ, რომ მათი კოლეგების მიერ ევროპული ღირებულებების სახელით, თუმცა ღირებულებებისგან დაცლილი მოთხოვნებით მიღებულ მსგავს დოკუმენტებს არაფრის ფასი აქვს. ერთი მხრივ საუბარია მედიის პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე, თუმცა მეორე მხრივ, თუ რომელიმე მედია საშუალება ინფორმაციას ისე არ ავრცელებს, როგორც ეს ევროპელ წარმომადგენლებს სურთ, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს ამ მედიის აკრძალვის ან სანქცირების მოთხოვნა. ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტს ამ მიმართულებით შესაბამისი უფლება-მოსილება არ გააჩნია. შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა უფრო პოლიტიკური განცხადების ან პრეს-რელიზის ხასიათს ატარებს და არა ისეთი გადაწყვეტილების, რომელსაც რეალური სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. აქედან გამომდინარე ამ რეზოლუციას პრაქტიკული სამართლებრივი ძალა არ აქვს და ის არ იწვევს რაიმე რეალურ იურიდიულ შედეგს. სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მორიგი რეზოლუციის ავტორების მსგავსად უცვლელია დოკუმენტის შინაარსიც. ოპოზიციის ღია მხარდამჭერი ევროპარლამენტარები ისევ მსჯავრდებული სააკაშვილისა და სხვა ოპოზიციონერების გათავისუფლებას, ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების, მოსამართლეებისა და დამოუკიდებელი 3 ტელეკომპანიის, პოსტივის, იმედის და რუსთავიორის დასანქცირებას ითხოვენ. სააკაშვილის მხარდამჭერი იუკნევიჩიანე საქართველოში ახლა დემოკრატიის ხარისხს იწუნებს, თუმცა დოკუმენტის ავტორს ამ ბრალდებებსა და მოთხოვნებზე არგუმენტები ვრცელ რეზოლუციაში არ ჩაუწერია. კვლავ მცდელობა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ეს არის ხელწერა ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებისა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი არსებითი, არც ელემენტარული მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის არ გააჩნია. რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფი ევროკავშირს ქართული ხალხის დასჯას თხოვს, მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის. დოკუმენტში ჩაწერილი ბრალდებები დღეს ნაციონალურ მოძრაობაში სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს, თუმცა მათაც კონკრეტული ფაქტების დასახელება თუ რის გამო უნდა დასანქცირდნენ საქართველოს მოქალაქეები და ქართული დამოუკიდებელი მედიები უჭირთ. ყველა ხო არ არის მიგრძელებული დეზინფორმაცია და თუნდაც ბრძოლა მიმდინარეობს რუსული ნარატივებით ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვა არის.
ევროპარლამენტის მორიგი ცილის მწამებლური ანგარიში საქართველოზე თავდასხმად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ფასდება თბილისში. ქართული ოცნება მკაცრად გმობს ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენებას ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დეზინფორმაციულ ანგარიშებს საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. განსაკუთრებით გაუფასურებულია იმ ევროპელი პოლიტიკოსის ანგარიშები, რომელმაც ქართულ ხალხს პოლიტიკური არჩევანის გამო შეურაცხყოფა არა ერთხელ მიაყენა. კომუნისტი უკნევიჩიენე გამოირჩევა ყველაზე რადიკალური განცხადებები და როგორც ჩანს ის სწორედ იმ კონსპექტებით მეტყველებს, რომელიც სახელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე გორბაჩოვისგან აქვს გადაწერილი. ამიტომ ცხადია, მისგან არაფერი გვიყვეს, უბრალოდ როდესაც ამ რეზოლუციებს ერქმევა ევროპარლამენტის სახელი, ეს არის კიდევ უფრო მეტად მიუღებელი და დამაზიანებელი თვითონ ევროპული ინსტიტუტებისათვის. ქალი არსებობს იმისთვის, ქალბატონი, რომ აშაოს საქართველო, ქართველი ხალხი. მე მგონი ამისთვის მისცეს ეს მანდატი. რამე ღირებული ერთი შეისწავლეთ, აბა, რა ისა კომუნისტკას და რატო ეძახეთ ხო იცი კომუნისტკას? პერესტროიკის დროს გორბაჩოვთან თანამშრომლობდა, რომ უკეთეს საბჭოთა კავშირი გაეხადათ. აი ეს ქალი ჩვენ მორალს გვიკითხავს და დემოკრატიაზე შემდეგ რაღაც ნოტაციებს კითხულობს. გებელსისეული მაგალითები კარგად არის გამოყენებული სამწუხაროდ ევროკავშირში და მის არარჩეულ ბიუროკრატიაში. პროპაგანდის მთავარი წესია, რომ არც უნდა არსებობდეს რაღაც კვლევა, რომელსაც შემდეგ გააზიარებს ან საფუძვლად მოიხმობს არაერთი პირი, ზუსტად იგივე იყო კამიტის ორდღიან სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიფუშა და აბსოლუტური სიცრუე რომ არის დადასტურდა არაერთხელ, ზუსტად იგივე ამ ანგარიში მოყვანილი სხვადასხვა საკითხებით, რომ მიზანი მთავარია, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაიხსოს ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია დღეს მიიღო. კენჭის ყრამდე ერთი დღით ადრე კი დოკუმენტის მხარდამჭერმა ევროპარლამენტარებმა TV1-ისა და ფორმულას წარმომადგენლები თბილისიდან სტრასბურგში ჩაიყვანეს. კაცრი ვალდებულებები და შეზღუდული უფლებები ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის. ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ახალ წევრებს ხმის მიცემის შესაძლებლობას უზღუდავს, კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების უკან ერთიანი ნეიტრალური საქართველოს საფრთხეს ხედავს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლებების შეზღუდვა რეალურად ბერკეტია აღნიშნულ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად და მათ გარეშე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს კი ნეიტრალური საქართველოს შეფასებით საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს და მათ დამორჩილებაზეა ორიენტირებული. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ოპოზიციური პარტია დებატების მოთხოვნას აყენებს. სოსო ელისაშვილი გიამბობთ. ევროკავშირის რეალური გეგმები კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით სუვერენიტეტის შელახვის მცდელობები და მორჩილების მოთხოვნა დიპ სტეითის მიერ მართული ევრობიუროკრატების მხრიდან. ამის შესახებ ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს და ევროკომისარ მარტა კოსის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალი წევრები შეზღუდული უფლებით ისარგებლებენ. მათ შორისაა ვეტოს უფლებაც, რაც იმას გულისხმობს, რომ მომავალ წევრებს მთელ რიგ გადაწყვეტილებებზე გავლენის შესაძლებლობა არ ექნებათ, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის, უკონტროლო მიგრაციის, ეკონომიკური პოლიტიკის თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ქვეყანას მოუწევს დანერგოს და აღასრულოს ნებისმიერი გიჟური ახირება, რაც დაიგეგმება ბრიუსელში და ვიცით ხო რა არის ძირითადი დღის წესრიგი, ეს არის LGBT იდეოლოგია, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისები და პრობლემები და ყველაზე მთავარი და ხელშესახები ეს არის საომარი რიტორიკა დაპირისპირება რუსეთთან. ის რასაც არაწევრ სახელმწიფოს საქართველოს თხოვდნენ აქამდე და თუ თხოვდნენ არამედ რევოლუციური პროცესებით და სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებით აშანტაჟებდნენ ჩვენ ქვეყანას. ახლა უკვე ესე ვთქვათ თავს იზღვევენ იმისგან რომ მომავალ წევრ ქვეყნებს ჰიპოთეტურად წევრ ქვეყნებს შეუზღუდონ ნებისმიერი განსხვავებული აზრის ქონის უფლებაც კი ჩვენ მხარეს არის მხოლოდ ციფრები, ფაქტები, კონკრეტული არგუმენტები, ის სტატისტიკური მონაცემები და აღწერა იმ რეალობის და ვითარების, რაც ევროკავშირშია და შესაბამისად ასეთ ევროკავშირში, ანუ ახალ საბჭოთა კავშირში დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესი ნამდვილად ვერ იქნება. ერთიან ნეიტრალურ საქართველოში იმ კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ, რაც ევროპის ქვეყნებში ტრადიციული და ეროვნული ღირებულებებისგან სრულად დაცლას ასახავს. პარტიაში უსვამენ ხაზს, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს სუვერენიტეტზე თავდასხმა წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი კვლავ ევროინტეგრაციაზე საუბარი და კავშირში გაწევრიანებაზე ზრუნვა მიუღებელია.
ვერცეთ ქვეყანას ახალ მიღებული იქნება თუ ძველი ქვეყნების კი, რომლებიც ლიდერ სახელმწიფოებს არ განეკუთვნებიან, არ ექნებათ საშუალება თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იფიქრონ, გაანალიზონ, ან იმოქმედონ ისე როგორც მათ მიაჩნიათ მართებულად. ევროკავშირმა ფაქტურად დაკარგა ყველა ის მნიშვნელოვანი თქვათ რაღაც ხაზი, რაც გამოც ადამიანებს ჰქონდათ სრული ევროკავშირის გაერთიანების და აქედან გამომდინარე ჩვენ საკმაოდ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ევროილუზია საბოლოოდ დამთავრდეს და ის დაპირება, რასაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება ევრობიუროკრატიის გამოცვლა, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა ევროკავშირი ვიხილოთ, არის აბსოლუტური ფარსი და ჩვენ აქედან გამომდინარე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავაყენოთ საკითხი იმის თაობაზე, რომ რა უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ევროკავშირში გაწერილი შემთხვევაში მონური ცხოვრება თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაგრძელება, საკუთარი პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება. მემარცხენე ალიანსში მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის დირექტივებით არ უნდა იხელმძღვანელოს და სუვერენიტეტის ხარჯზე კავშირში გაწევრიანებაზე თანხმობა არ უნდა განაცხადოს. თუ დააგდეთ პატივი და მიგიღეთ დაანგრეული დაქცეული უკრაინა და მოლდოვა დნესტრისპირეთის და გაგაუზის გარეშე თუ მიგიღეთ, თქვენ არ გექნებათ ხმისუფლება. თქვენ უნდა იყოთ მონები, მორჩილები, რასაც გადაწყვეტს ბრიუსელი, კეთილინებენ და შეასრულებენ. რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური და ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ხანგრძლივი მშვიდობა. მარტაკოსის ინიციატივას ნეგატიურად აფასებენ და შეურაცხმყოფელს უწოდებენ ქართულ ოცნებაში მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ ევრობიუროკრატები ევროკავშირის ღირებულებებს ღალატობენ. სამართლიანობისა და თანასწორობისთვის შექმნილი კავშირი კი დღეს ომს ტირაჟირებს და სახელმწიფოების მნიშვნელობის მიხედვით დაყოფას ცდილობს, რაც მიუღებელია. ეს ადამიანი და ევროპელი ბიუროკრატები ფაქტი არის, რომ ღალატობენ იმ საწყისებს, რასაც წარმოადგენს ევროკავშირი, რაც არის ძალიან სამწუხარო, ვინაიდან ის პროექტი, რომელიც თავის დროზე თანასწორობას, სამართლიანობას ეფუძნებოდა, დღეს ვხედავთ, რომ პირდაპირ ტირაჟირებს ომს, ძალმომრეობას და ზევიდან ქვევით ყურებას, რაც მიუღებელია რასაკვირველი. აბა დამკვირვებლად უნდა ვიყოთ, თუ ჩვენი პოზიცია არ დავაფიქსირეთ და ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ხდება ეროვნული ინტერესების შელახვა, რომ ფეხებზე კიდიათ ამა თუ იმ სახელმწიფოს რა ინტერესები აქვს, უსამართლო დამოკიდებულებამ, უსამართლო პოლიტიკამ, არაპრაგმატულმა პოლიტიკამ მიიყვანა იქამდე, რომ დღეს მარტაკოსები, კუბილიუსები და ეს რაისა კომუნისტები და ამათი სიმბოლო, თავქარიანობის სიმბოლო ქალბატონი კალასი არის სახე დღევანდელი ევროკავშირი. საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ერთიანი ნეიტრალური საქართველოს საკითხზე დებატების გამართვის მოთხოვნას აყენებს. მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური შეთავაზება ნანუკა ჟორჟოლიანს და ლიდერზე განაწყენებული თინა ბოკუჩავა. ვინ ჩაიბარებს ნაცმოძრაობის თავმჯდომარის პოსტს და ვის მოუწევს პარტიის რიგების დატოვება. ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხვის შემდეგ ნაცმოძრაობაში დიდი გადალაგება იწყება. მითითებები პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა გასცა. ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილისა და თინა ბოკუჩავას შემდეგ ამჯერად ლიდერის ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი გახდა. სწორედ მას ხედავს სააკაშვილი მომავალ თავმჯდომარედ და პარტიული რეფორმების გატარებასაც მას ანდობს. ლიდერის გადაწყვეტილებით გამოწვეული წყენა დღეს ვერ დამალა მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი იმპულსურობაში და არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებში ღიად დაადანაშაულა. ანა შანიძე კი ამბობთ. ნაციონალურ მოძრაობაში დაანონსებული რადიკალური ცვლილებები შესაძლოა პარტიის თავმჯდომარის ცვლილებით დაიწყოს. მორიგი წერილი ციხიდან ადასტურებს, რომ სააკაშვილი თინა ბუკუჩავათი უკმაყოფილოა და პარტიულ განახლებას მის ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანს ანდობს. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს, ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. სააკაშვილის მიერ მომზადებული არც ისე პოზიტიური პოლიტიკური სიურპრიზი პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს სულ სხვა თემაზე დაგეგმილი ბრიფინგისკენ მიმავალ გზაზე დაატყდა თავს. როგორც ჩანს, თინა ბოკუჩავა ჯერჯერობით არსად წასვლას არაპირებს და უფრო მეტიც ლიდერს იმპულსურობასა და არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს. ის პოსტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მე ბრიფინგზე გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა
იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. არა და ჯერ კიდევ გუშინდელ დღემდე ვერ იჯერებდა, რომ სააკაშვილმა არჩევანი მის ნაცვლად ჟორჟოლიანზე შეაჩერა. ტელეწამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური ჭორაობა უწოდა და თანათავმჯდომარეობის ალბათობაც კატეგორიულად გამორიცხა. თქვენ არ გჯერათ, რომ ნანუკას ამიტომ თავმჯდომარეობა ინგა, კიდევ ერთხელ მე რომ პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ჩემი სფერო და ინტერესი ხო, მაგრამ მან არ ჭორაობ, ჩემს ეთერში მოვისმინეთ ნანუკასგან. მე კი წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა და ვფიქრობ, რომ ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. ვიდრე ლიდერი ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ჟორჟოლიანის კანდიდატურას საჯაროდ დაასახელებდა, მანამდე მის ახალ ფავორიტს თავმჯდომარეობა პარტიისგან ფარულად შესთავაზა, რაზეც ჟორჟოლიანმა საჯაროდ უარი თქვა, ახლა კი, როდესაც კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი ჯერჯერობით დუმს. სააკაშვილის გადაწყვეტილების შესახებ მოქმედი თავმჯდომარის მსგავსად ინფორმირებულები არ ყოფილან არც პარტიის სხვა ლიდერები. დღეს მედიასთან ნაცმოძრაობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ პარტიაში განხილვები არც კი დაწყებულა. თუმცა მოგვიანებით ლიდერის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ ისინიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. არავინ არ ეტყუება, მათი ფრაზები არ გამორიცხავს იმას, რომ საბოლოო ჯამში რასაც გეუბნებით ეგ არის, ანუ დელეგატები ირჩევენ თავმჯდომარეს, მანამდე შეიძლება მიმდინარეობდეს კონსულტაციები და განხილვა იმის თუ ვინ შეიძლება იყოს თავმჯდომარე და როცა საუბრობთ ჩვენ ვინ იქნება თავმჯდომარე, ამის კითხაობას არ აქვს ამ ეტაპზე, ჯერ კანდიდატურებიც არ არის ოფიციალურად ცნობილი. ნაციონალური მოძრაობის პარტიულ საქმიანობაში ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართვა შიდა პარტიულ კრიზისზე მიუთითებს სახელმწიფო გუნდისთვის. ნებისმიერი პოლიტიკური კონფიგურაციის მიუხედავად ქართული ოცნება, როგორც სააკაშვილის პარტიას, ისე ოპოზიციურ ალიანსს პოლიტიკურ კრახს უწინასწარმეტყველებს. წარმოვიდგინოთ, რამდენი მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობის უკან დგომი გლობალური ომის პარტია, რომ სხვა ვერავინ დასაყრდენი და ამ ქვეყნის მოხალატე ვერ იპოვა, რომელსაც შეიძლება ფსონი დადოს და შესაბამისად სადოს გარემართულობა დაამყაროს ქვეყანაში. ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანამდე არის დასული მათი მდგომარეობა. დანარჩენ რა თქმა უნდა წარმატებას არავითარ შემთხვევაში არ უსურვებთ მათ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს, ნანუკები იქნებიან თუ ბოკუჩავები მათ რიგებში. ორი ადამიანი არ დარჩა რადიკალურ ოპოზიციაში, ვისაც ერთმანეთის მიმართ უკიდურესი შეურაცხყოფა არ ქონდეს მიყენებული. ეს არის მათი ამორალური სახე. ჩვენ ამის საცნაოდეგო არაფერი გვაქვს რასაკვირველი, რაც უფრო მეტად გამოავლენენ ისინი საკუთარ თავს და ბუნებას, მით უფრო კარგი იქნება ეს ჩვენი საზოგადოებისათვის. უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ აი ეს სახელდაკარგული რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც აი სიძულვილი და დაპირისპირება უნდა ჩვენს ქვეყანაში გაერთიანებინათ, ეს ვერ შეძლეს და დღეს საკუთარ რიგებში არიან ამ ყველაფრით დაკავებული. თემა არის ქაოსი, არეულობა, განსხვავებული მწამსი, ზღირებულების ისტორიის პოლიტიკოსები თუ პარტიები გაერთიანეს. ფანჩატური 3 თუ 4, რა დავარქვა ამას. რატო არ შედგა ფანჩატურის აღზევება? იმიტომ ფანჩატური იყო და იმიტომ. აქაც მე რა ოთახში შეხედა. ფანჩატური 3-ია ესეც. შენ იმის გაგრძელება. იმიტომ რომ დაკვეთა იყო ერთი საზღვარგარეთიდან. სააკაშვილის წერილებმა და ცვლილებებისკენ მოწოდებებმა ოპოზიციის ალიანსი უკვე დაშალა. რა შედეგს მოუტანს საკუთარ პარტიას მის მიერ დაანონსებული რეფორმები ეს უახლოეს პერიოდში, განსაკუთრებით კი ყრილობაზე გამოჩნდება. ნაცმოძრაობაში დიდი გადალაგება იწყება. ქვეყნის ეკონომიკური მიღწევების იგნორირება და მიზანმიმართული მანიპულაცია. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი საულმე სამადაშვილი ევროკავშირისა და კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე ღარიბ ქვეყნად მოიხსენიებს. საპირისპიროზე მიუთითებს ოფიციალური მონაცემები და ფაქტები. ეკონომიკური პარამეტრებით საქართველოს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას უსწრებს, კანდიდატ ქვეყნებს შორის კი უპირობო ლიდერია. მმართველი გუნდი ოპოზიციის მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რომლის მიზანით საკუთარი ქვეყნის მიღწევების დაკლინება და ეროვნული ინტერესების დაზიანება. ნინო სალუქვაძე კი ამბობთ.
ქვეყნის ეკონომიკური მიღწევების დასაკნინებლად მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია. ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებს შორის. ეს კი იმ ფონზე, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური პარამეტრებით ევროკავშირის რამდენიმე და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე ასე ნაწილდება. საქართველოს $10,300, მოლდოვა $6,800, უკრაინა $6,500. ოფიციალური ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს მყარად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. ყველაზე ღარიბი ქვეყანაა დღეს ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს არის ყველაზე ღატაკი ქვეყანა. ესე არის სტატისტიკაში. ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ნარატივის საპირისპირო რეალობა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგები. მსყიდველთუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარი გამსაზღვრელია, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე $33,000 ნიშნულს უახლოვდება, რაც ბევრად აღემატება როგორც მოლდოვას, ისე უკრაინის მაჩვენებლებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით კი კაფეოდ ასახავს ქვეყანაში ცხოვრების დონისა და რეალური ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდას. კულტურნარიანი პარტიის მიხედვით ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონე, ანუ ეკონომიკის დონე საქართველოში შეფასებულია $33,000 საერთაშორისო დოლარის დონეზე 2026 წელი, რაც აღემატება მაგალითად მოლდოვის მაჩვენებელს 60%, უკრაინის მაჩვენებელს 50%. ეს ძალიან სერიოზული შედეგებია, გულისხმობ ჩვენს მაჩვენებელს და ზრდა სამომავლოს და საქართველოსი, როგორც ეს ამას მიუთითებს სავალუტო ფონდი იქნება ძალიან მაღალი. ეკონომიკური ზრდის ტემპები არა მარტო სამეზობლოში, არამედ გლობალური მასშტაბით საუკეთესოა, არამედ ის მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარების დონით, ანუ მოსახლეობის ერთსულზე წარმოებული დოვლათით, ეკონომიკის მასშტაბებით, მოცულობით ევროკავშირის წევრ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, კერძოდ უკრაინას და მოლდოვას. ამიტომ რამე იმის თქმა, რომ თითქოს საქართველოს ბოლო ადგილზე და ჩამორჩება სხვა კანდიდატ ქვეყნებს, ეს მახსენებს ერთ ქართულ ანდაზას, მელას რაც ელენდებოდა, ის ესიზმრებოდა. მმართველი გუნდის შეფასებით, მაშინ როდესაც საქმე საქართველოს წარმატებას ეხება, ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის კვლევებს უგულებელყოფს და პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავს. როგორც ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, სამადაშვილის დეზინფორმაციული განცხადება რეალობას აცდენილია და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკური მიღწევების დაკნინებას. სალომე ჩამორჩი ეთყობა არ გეცალა პოლიტიკისთვის და უყურე კანდიდატ სახელმწიფოებს შორის რაც ჩამოთვალე საქართველოს GDP ერთსულ მოსახლეზე $10,000-ზე მაღლა აქვს. სავალუტო ფონდის სტატისტიკა ეს. უკრაინას გაცილებით ნაკლები აქვს დაახლოებით $6,000-7,000 ფარგლებში, თუ აქვს. მოლდავეთს კიდევ უფრო ნაკლები. ასე რომ ეხლა თავიდან წაიკითხე ეს ყველაფერი და თავიდან სადე რაღაც სერიოზული განცხადება გააკეთო. მათი ძლიერი მხარე ციფრები და სტატისტიკა ნამდვილად არ არის. ერთი არის ფაქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს წინ უსწრებს ეკონომიკური მაჩვენებლების დისკუტით იქნება თუ მთლიანი შიდა პროდუქტი თუ ერთსულ მოსახლეზე ამ პროდუქტის განაწილებით, ყველა ქვეყანას, კანდიდატ ქვეყანას იქნება ეს მოლდოვა თუ უკრაინა და ამავდროულად კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კოლექტიური ნაწარმოებისთვის არსებობს პარალელური სამყარო. სამადაშვილის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებაც არ არის პირველი და ალბათ უკანასკნელი მოვლენა ჩვენს რეალობაში. სინამდვილეში ღირებულებითი სიღარიბე გააჩნია ამ ადამიანს, რაც შეეხება იმ ეკონომიკურ წარმატებას, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას. ეს არის თვალნათლივ დანახული უმთავრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. მე არ მჯერა რომ ოპოზიცია მარიცის, რას აქვეყნებს ევროკომისია და სავალუტო ფონდი. მათ ძალიან კარგად იციან, უბრალოდ ამბობენ ტყუილს, რომ შეცდომაში შეეყანონ მოსახლეობა. რეალობა ასეთია. ეკონომიკურ მონაცემებს აქვეყნებს ბევრი ორგანიზაცია, თუმცა ყველაზე ავტორიტეტული არის სავალუტო ფონდი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკა მყარი და სტაბილური არის. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ბოლო ანგარიშებითაც დასტურდება. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 13 პირი დანაშაულს აღიარებს და ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართავს. პროკურატურა მათ საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავს, გადაწყვეტილებას კი ბრალდებულების ბრალის ხარისხის პასუხისმგებლობისა და ნასამართლეობის მიხედვით მიიღებს. პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან დანაშაული ამ დრომდე 36-მა პირმა აღიარა, აქედან კი საპატიმრო
ევრო უკვე 22-მა ბრალდებულმა დატოვა. პროცესი დღევანდელი გადაიდო იმის გამო, რომ ბრალდებულებს მიმართული აქვთ განცხადებით პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ. გვექნება პოზიციები შეთანხმებული უკვე ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის, ბრალსა და სასჯელთან დაკავშირებით თითოეული პიროვნების, თითოეული ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით. პირობების ჩამოყალიბება მივალნოთ ბრალდების მხარეს. მათ მიერ იქნა ჩამოყალიბებული და შესაბამისად ჩვენი პოზიციაც თანხმდრაში იქნება. 13 ბრალდებულს მომართული აქვს ჩვენთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. ეს დააფიქსირეს დღევანდელ სასამართლო პროცესზეც. ჩვენ განვიხილავთ ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, და ბრალის ხარისხის მიხედვით მიიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვართ მოლაპარაკების ეტაპზე. ბრალის ხარისხი უნდა შევაფასოთ თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, ასევე მათი პასუხისმგებლობა, ასევე მათი ნასამართლობა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიმჯერებთ ზოგიერთი მათგანი დაცვის თანამშრომელს ურთყამს ხელს, ზოგიერთი მათგანი პოლიციას ურთყამს ხელს, ზოგიერთი იჭრება ეზოში და ასე შემდეგ. რკინიგზაში გამოვლენილი კორუფციული დანაშაულის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 8 პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ. საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელობის კორუფციული სქემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. საქმე ეხება 2020-2021 წლებში სახელმწიფოს კუთვნილ 18 მილიონამდე ლარის მითვისებასა და უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას. კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძეა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. დეტალებით მარიამ რატიანი. საქართველოს რკინიგზაში არსებული კორუფციული სქემის ფიგურანტების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვს. დღის პირველ ნახევარში 6 დაკავებულს ბრალი ადგილზე მიმალვაში მყოფ ორ პირს კი დაუსწრებლად წარედგინათ. არ აღიარებს, რა თქმა უნდა, დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენ გავეცნობით 40 ტომზე მეტია ჩაწერილი დისკებზე გადმოგცეს და ამის შემდეგ უფრო მეტი საშუალება გვექნება დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ამ ეტაპზე გამოვიყენეთ დუმილის უფლება, გადმოგვეცა საქმის მასალები, აუცილებლად მივცემ ჩვენებას გამოძიებას, მას შემდეგ რაც გავიცნობთ საქმის მასალებს, შევაჯერებთ. ჩემი დაცვის ყოფი ბრალს არ აღიარებს, ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, თუმცა ძალიან დიდი მოცულობის საქმე არის, ფაქტიურად 50 ტომი არის თითქმის, შესაბამისად დეტალურად გაცნობა ვერ მოვასწარით, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია. ჩემი დაცვის მყოფი გახლავთ შპს ჯადექსას დირექტორი ალექსანდრე ტორიაშვილი, მას წარუდგინეს ბრალი, ის იყენებს დუმილის უფლებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად დანარჩენი დეტალების შესახებ ვერ მოგაწვით ინფორმაციას, ვინაიდან გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დაწერილი. საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრულ ფართო მასშტაბიან თაღლითურ სქემას ეხება. გამოძიების ინფორმაციით საქართველოს რკინიგზის ყოფილი დირექტორის ორგანიზებით შექმნილმა და მართულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2020-2021 წლებში ჯამში 17 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონი მიითვისეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 2022 წელს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორისა და შპს რაველდის დირექტორის შეთანხმებით შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიამ ზედმეტად თითქმის 9 მილიონი ლარით ისარგებლა. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სხვადასხვა ტერიტორიიდან სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვილი ჯართის ნაწილის დასაწყობების ნაცვლად სატვირთო ავტომობილებით გატანა და შპს ჯეოსტილის საწარმოში ჩაბარება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მზადდებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით 2020-21 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს რკინიგზის კუთვნილ 22,120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ. დავით ფერაძის მითითებითა და ორგანიზებით საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იმჟამინდელი დირექტორისა და მიმწოდeblis დირექტორის მიერ მიღება ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემები ჩაიწერა, რის საფუძველზე ჩპს რაველდიმ რკინიგზისაგან ზედმეტად 403,854 ლარი მიიღო. ფართო მასშტაბიან კორუფციულ სქემაში შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგო ლილუაშვილი და ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძის ფიგურირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს პრაიმ ტაიმმა გაავრცელა. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ფერაძე, ლილუაშვილი და მერკვილაძე წლების განმავლობაში ერთად მუშაობისას დამეგობრდნენ. ახლო კავშირი იკვეთება მათ ოჯახებს შორისაც, როგორც გამოცემა წერს ლილუაშვილი და ფერაძე მამუკა მერკვილაძის მეჯვარეები და მისი შვილის ნათლიები არიან.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით წარედგინათ დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი. ამავე დანაშაულზე ბრალი წარედგინა კიდევ 9 პირს, მათ შორის ერთი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ფარულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირები მონაწილეობდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დაავების მოგვარებაში და აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. საქმეში ფიგურირებს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი. გამოძიების მასალებში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. დავის მოგვარება კრიმინალური მეთოდებით დაშინება მუქარა და ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტით სარგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 პირს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება. პარალელურად პასუხისგებაში მისცეს კიდევ 9 პირი, აქედან ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდი ელმურაზ მამედოვია, რომელიც საქართველოში დაკავებულ პირებს უკავშირდებოდა და მათთან ერთად მოქალაქეებს ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას ავალდებულებდა. უარის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პროკურატურამ 30-ვე პირს ბრალი წარუდგინა. ბრალდებულთა ნაწილი სხვადასხვა პირებზე ზემოქმედების შედეგად ახორციელებდა ქურდული სამყაროს მიზნების ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის, ეგრეთ წოდებული ქურდული საერთოს მობილიზებას. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ფარულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებია, რომელშიც მამედოვი ბრალდებულებისთვის მოქალაქეებზე ფინანსური ზეწოლისა და თანხის მოთხოვნის ინსტრუქციებს გასცემს. დომელის უფლებას აღიხენებს, თავს არ ცნობს დამნაშავედ, მას დასამალი არაფერი არ აქვს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთ მტკიცებებს შორისაა სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ქურდული საერთოსთვის შეგროვებული $62,000-ზე მეტი თანხა, ავტომანქანების საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. ბრალდებულებს ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრობას, საქმიანობის მხარდაჭერას, მიმართვას და ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდობას ედავებიან. მტკიცება დამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მსხორებ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლის შრეკისას ასევე მტკიცება დამოიღო სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ქურდულ საერთოსთვის შეგროვებული $62,000-ზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა. საქმე ეხება ხაინდრავას მიერ ფორმულას წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს და არხის ეთერში გასულ სიუჟეტებს, რომლებიც ხაინდრავას განცხადებით არაერთ დეზინფორმაციას შეიცავდა და მისი ღირსების შელახვას ისახავდა მიზნად. კინორეჟისორმა საქმესთან დაკავშირებული და მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდა და უპასუხა გამომძიებლების შეკითხვებსაც. გამოძიება დაიწყო ამ თემაზე, მოწმეს სახით ვიყავით, ვარ დაკითხული. მინდა გითხრათ, რომ საქმეში ფიგურირებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ღებრიშვილი და ყოფილი სუსის უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელზედაც ლაპარაკია, რომ თითქოს ისინი საქმის კურსში იყვნენ, რომ ხდებოდა აი ამ უკანონოდ არალეგალური პაკისტანელი და ინდოელი ადამიანების შემოყვანა და მოკლედ ძალიან შეწუხებულები იყვნენ ამ თემაზე. რამოდენიმე პირი საუბრობს ამაზე. ნუ ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ჩემი გამოკითხვა იყო და მე ვუთხარი, რომ ეს ტყუილია თავიდან ბოლომდე, ეს არის ცილისამება და რაც თავარია, რაც უკვე აუღნიშნა ერთხელ, ეს არ არის შეტევა გიორგი ხაინდრავაზე. ეგ არის შეტევა საქართველოს სახელმწიფოზე. ეს შეტევა არის აი მთელი იმ დიდი სკანდალური დამოკიდებულების საქართველოს სახელმწიფოსადმი, რომელსაც ადგილი აქვს და თქვა დღევანდელი რეზოლუცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის, ამის გაგრძელება ეს.
სიზულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს კიდევ ერთი საქმე ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან სანიკიძის შეურაცხყოფის ფაქტზე სასამართლომ გია კაჭკაჭურს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება 4 ივნის ტელეკომპანია იმედის პოსტზე კაჭკაჭურის მიერ დაწერილ შეურაცხყოფელ კომენტარს სამართალ დარღვევა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილმა სამმართველომ გამოავლინა და შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოს გადასცა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 4 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მოქალაქე გია კაჭკაჭურის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამმართველოს შესაბამისმა თანამშრომლებმა მოახდინეს დაიდენტიფიცირეს სავარაუდო სამართალდარღვევა კერძოდ მოქალაქე გია კაჭკაჭურის მიერ სოციალურ სივრცეში განხორციელებული სიტყვების შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც მიემართებოდა ბატონ ლევან სანიკიძეს. აღნიშნული საქმის მასალები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქრთან ერთად გადაიქცანოს სასამართლოში და დაიწყო სამართალწარმოება. როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდარღვევად და სახდენით სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესებას არ ადასტურებს და მის ადვოკატ შოთა თუთფერიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უწყება აღნიშნავს, რომ ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დაწესებულებაში შესახლებამდე დადგენილი ჰქონდა და ისინი ქრონიკულ დაავადებებს წარმოადგენს. პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ მსჯავრდებული სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. დღეს მისმა ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომ და თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და 4 თვის წინ გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. რა თქმა უნდა, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს წერილი რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა, ასე ვთქვათ, შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. ამის შემდეგ უკვე 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები და დღეს უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია. ასევე არ შემეძლია არ აღვნიშნო დღეს ბრიფინგზე მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ გავრცელებული მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომ და დაახლოებით 2 კვირის წინ მათ მოგმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. ეს არის მორიგი მტკნარი სიცრუე. მათ 3 ივნისს მიმართეს ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე დაახლოებით 1 კვირა არის, რაც მათ პასუხი გაეგზავნათ ნომერ მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი განიხილა. ხათუნა თორთლაძის განცხადებით, სესიის ფარგლებში საქართველოს მიმართ 307 რეკომენდაცია გაიცა, საიდანაც 159 რეკომენდაცია მხარდაჭერილია. 158-ს კი ქვეყანა მხარს არ უჭერს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო განხილვების შემდეგ დოკუმენტს საბოლოო სახე მიეცემა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის შესაბამის ვადაში იქნება მიწოდებული. ჟენევაში საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის პროცესში საქართველოს დელეგაციამ ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ სრული ინფორმაცია წარადგინა. განხილვაში მონაწილეობას იღებენ გაეროს წევრი სახელმწიფოები. განხილვაში ძალიან აქტიურად მიიღო მონაწილეობა გაეროს 106 წევრმა სახელმწიფომ. იყო საკმაოდ საინტერესო ინტერაქტიული დიალოგი საქართველოს დელეგაციასა და წევრ სახელმწიფოებს შორის. წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, ასევე მათ მოგცეს რეკომენდაციები, რასაც ითვალისწინებს თვითონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატი. UPR-ის ანგარიშს ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, უნდა აღინიშნოს, რომ
საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვა რელევანტურმა უწყებებმა ძალიან დიდი შრომა გაწიეს ამ ანგარიშის ფარგლებში, მათ რეკომენდაციებზე მუშაობის თვალსაზრისით. ჩვენ ცხადია ყველა რეკომენდაციას, რომელსაც სხვადასხვა გაეროს წევრი სახელმწიფოები აყენებენ, ვეცნობით დიდი ყურადღებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მორგი წარმატება კიუმ კანადის ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მოიპოვა. პარტნიორობა ქუთაისის უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო გააფართოვოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან, ჩაერთოს ერთობლივ კვლევით ინიციატივებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მათემატიკური და ზუსტი მეცნიერებების განვითარებაში. შეთანხმების ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციებს, ერთობლივ პროექტებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს უმასპინძლებს. სექტემბერში უკვე დაგეგმილია პირველი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის გამართვა. დეტალებით ლევან წუწუნავა. თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული შეთანხმება შესაძლებლობის დიდ ფანჯარას უხსნის როგორც სტუდენტებს, ისე აკადემიურ პერსონალს. ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, ქართველი მათემატიკოსები უცხოელ კოლეგებთან უფრო მჭიდრო კავშირებს დაამყარებენ. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია საგანმანათლებლო ინსტიტუციებს შორის რეგიონში, რომელმაც სწორედ აფილირების სტატუსი მოიპოვა. სტუდენტები ჩაერთვებიან სტუდენტურ მობილობის პროგრამებში, ხოლო პროფესორები ჩაერთვებიან საერთაშორისო კონსორციუმებში და საერთაშორისო კვლევით ამოცანებში. საქართველოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენი მიზანია საერთაშორისო დონეზე პარტნიორების ქსელის გაფართოება. თქვენ მათემატიკის მიმართულებით მდიდარი ისტორია და ხანგრძლივი ტრადიცია გაქვთ. ჩვენ ორივე მხარე მომავალს იმედით ვუყურებთ და ვფიქრობთ იმაზე, თუ რას შევძლებთ ერთად მათემატიკის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ისარგებლებენ არა მხოლოდ ცოდნის მიღების შესაძლებლობით, არამედ გაიცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მათემატიკოსებს და მათთან ერთად ჩაერთვებიან კვლევით საქმიანობაში. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახალგაზრდები დაამყარებენ კავშირებს სხვა ქვეყნების მათემატიკოსებთან, რაც მათ მომავალში თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. თანამშრომლობის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი უკვე გადადგმულია ფილდსის ინსტიტუტმა და მასთან აფილირებულმა სხვა უნივერსიტეტებმა კიუს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით უკვე დაგეგმეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის, რომელიც სექტემბერში გაიმართება. აკადემიური პერსონალი მიიჩნევს, რომ პარტნიორობა უნივერსიტეტის შესაძლებლობებს გაზრდის, რაც ხელშეუწყობს საქართველოში თანამედროვე სამეცნიერო მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერებას. დაგეგმილია ჩატარდეს რეგიონალური საზაფხულო სკოლა, რომლის საორგანიზაციო კომიტეტში შესულია ფილდსის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი დეირდრე ჰასკელი, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ასევე ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები, რომელიც ადგენს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ატმოსფეროს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო კონფერენციების, სემინარებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას. ჩვენთვის ძალიან დიდი შანსი არის, რადგან საშუალება გვეძლევა, რომ დაუკავშირდეთ მსოფლიოში წამყვან მათემატიკურ ცენტრებს, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ დიდ საერთაშორისო პროექტებზე და მივიღოთ დიდ მეცნიერებთან მუშაობის გამოცდილება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას განაგრძობს. უნივერსიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების, განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების განვითარებას. მოქალაქეებისთვის სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება. წყნეთის გზატკეცილზე ახალი მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი აშენდება. პროექტის შესყიდვის მიზნით თბილისის მერიას კონკურსი უკვე გამოცხადებული აქვს. განცხადების მიღება 17 ივლისს დასრულდება. მსგავსი ტიპის კომპლექსები სრული დატვირთვით უკვე ფუნქციონირებს დიდიღომსა და სამგორის რაიონში. რა სერვისებს შესთავაზებს მოქალაქეებს ახალი მულტიფუნქციური ცენტრი, ბორინა ონიანი გიამბობთ. თბილისს კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი შეემატება. საზოგადოებრივი ცენტრი ვაკის რაიონში ბაგების დასახლებაში აშენდება, რომელშიც ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზი განთავსდება. მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს დარბაზი და პადელის კორტები.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩვენ გავხსენით, ამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაგებში, არის ძალიან დიდი სივრცე, სადაც შესაძლებელია აღნიშნული პროექტის განხორციელება. გათვალისწინებული არის საცურაო აუზი ზომით 50-25-ზე, რომელიც იქნება როგორც ღია, ასევე დახურული. ჩვენ ამ ტიპის პროექტი ჯერ არ გაგვიკეთებია, ეს იქნება პირველი ღია საცურაო აუზი. ობიექტს ექნება საპარკინგე სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. პროექტის შესყიდვისთვის თბილისის მერია კონკურსს აცხადებს. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისამდე გაგრძელდება. კომპლექსში გათვალისწინებულია დახურული ფეხბურთის მოედანი, პადელის კორტები, სატრენაჟერო დარბაზი, ყველა ის საჭირო ატრიბუტიკა, გასახდელები და ასე შემდეგ. ასევე გათვალისწინებული იქნება საპარკინგე სივრცე და სივრცე, სადაც კაფე მოეწყობა. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ეს ინიციატივა, რომელიც მერს ეკუთვნის, რომ ყველა რაიონს ჰქონდეს თავისი მულტიფუნქციური ცენტრი. მერიის ინიციატივა განსაკუთრებით მიმზიდველია ადგილობრივებისთვის. ბაგებში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ღია აუზიანი მულტიფუნქციური ცენტრი მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი სივრცე არ ფუნქციონირებს. ეს პროექტი როგორც კი გავიგეთ ჩვენ რო კეთდებოდა ძალიან გახარებულები ვიყავით, იმიტომ რომ ახლომახლო არც სპორტული კომპლექსი გვაქვს. ბაგების მოსახლეობისთვის ძალიან პრესტიჟული იქნება და მიმზიდველი იქნება, რომ ესეთი რაღაც გაკეთდება. მულტიფუნქციური ცენტრი და საცურაო აუზი ძალიან გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს როგორც ახალგაზრდებს, ასევე ბაგების მცხოვრებს. თბილისში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა. მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს დიდ დიღომსა და სამგორის რაიონში არსებული სპორტული ცენტრები, სადაც მოქალაქეები სპეციალური სერვისებით სარგებლობენ. მოქმედებს სოციალური შეღავათები და პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის ინფრასტრუქტურა სრულიად უფასოა. ასეთივე სერვისები იმოქმედებს ახალ სპორტულ ცენტრშიც, რომელიც ვაკის რაიონში აშენდება. უკვე დასრულებულ ცენტრებში, ასევე ამ ცენტრშიც, როცა აშენდება, რა თქმა უნდა, ისარგებლებენ ყველანაირი სოციალური შეღავათებით, რაც აქვს მუნიციპალიტეტს, როგორც სოციალურად დაუცველები, ასევე მოგეხსენება, ჩვენ გვაქვს პროგრამა 60+. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით დედაქალაქში არქიტექტურული პროექტები მასიურად ხორციელდება. ეს ყოფას ტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.